განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენი წინა საუბრები ეხებოდა წმინდა ეგნატი ანტიოქიელის ეპისტოლეებს. ამჯერად განვიხილავთ დაახლოებით ამავე ეპოქისა და ამავე პერიოდის უაღრესად მნიშვნელოვან 10 ქრისტიანულ ძეგლს, რომლის ავტორიც სამწუხაროდ ჯერჯერობით დადგენილი კვლავაც არ არის და ანონიმურ თხზულებად არის მიჩნეული ჯერ კიდევ ეს ძეგლი სახელწოდებით ეპისტოლე დიოგნეტესადმი. თხზულება, რომელიც ჩვენამდე მხოლოდ ერთი ხელნაწერით იყო მოღწეული, სამწუხაროდ ეს ხელნაწერიც დღეისათვის აღარ არსებობს, იმიტომ რომ ხანძრის შედეგად განადგურდა, მაგრამ საბედნიეროდ სანამ დაიწვებოდა, მანამდე ეს ხელნაწერი შესწავლილი იქნა და ხსენებული ძეგლი ეპისტოლე დიოგნეტესადმი ორგზის გამოქვეყნდა მანამდე და ასე რომ ამ სახით შემოგვენახა. თუმცა თვითის ხელნაწერი, კვლავ აღნიშნავთ, დღეს უკვე აღარ არსებობს. ამ ძეგლთან დაკავშირებით მრავალი გამოკვლევა დაწერილი, უაღრესად ინტენსიური კვლევა-ძიება მის შესახებ დღესაც წარმოებს და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საღვთისმეტყველო დოკუმენტად არის მიჩნეული და ნამდვილად ასეა უადრესი ეპოქისა. სხვათა შორის ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო ჩვენ კარგ ახავს ჰქონდა განზრახული ძეგლის თარგმნა, თარგმნილია ის, ჩვენ თარგმნეთ და დაინტერესებულ მსმენელს შეუძლია დეტალურად გაეცნოს ამ თხზულებას, დაიბეჭდა ერთი მხრივ ჯვარი ვაზისაში, ამ ცნობილ ჟურნალში და მეორე მხრივ სიტყვა მართლის სარწმუნოებისა, აი ასეთი გამოცემის, ბევრმა თქვენთაგანმა ალბათ იცის, 5-ტომიანი გამოცემის პირველ ტომში. ერთი და იგივე ტექსტი, რა თქმა უნდა. ეპისტოლე დიოგნეტესადმი ტექსტობრივი შესწავლის კუთხითაც, სამოძღვრო საღვთისმეტყველო ხედვითაც უეჭველად გვიდასტურებს, რომ მისი სახით ჩვენ საქმე გვაქვს აუცილებლად უადრესი ეპოქის თხზულებასთან, უადრესი ეპოქის ნაშრომთან. რაობა ამ ძეგლისა სხვადასხვა მკვლევარის მიერ სხვადასხვაგვარადაა დანახული, ზოგნი მას თვლიან აპოლოგეტური ეპოქის პროდუქტად, აპოლოგეტური ეპოქის ნაშთად, აპოლოგეტიკა თავისი კლასიკური ჩამოყალიბებული სახით ჩვეულებრივ მეორე საუკუნეს გულისხმობს, მრავალი ამ ძეგლს სამოციქულო ეპოქის ამსახველ თხზულებად მიიჩნევს და შესაბამისად პირველი საუკუნის მიწურულის ან და მეორე საუკუნის დამდეგის ეპოქით ათარიღებს. სხვანი სხვა თარიღს გვთავაზობენ, ასე განსხვავებულია შეხედულება ამ ძეგლთან დაკავშირებით და თლად გამოკვეთილი და ჩამოყალიბებული, შეჯამებული დასკვნა მის შესახებ, როგორც თქვით, არ არსებობს. ორიოდე სიტყვით ჩვენ შეიძლება ეს თვალსაზრისები აქ წარმოვაჩინოთ, რამდენადაც ამა თუ იმ ძეგლზე საუბრისას რაღაც გარკვეულობა მაინც უნდა გქონდეს თუ რა ეპოქისაა ის, რა პერიოდში არის შექმნილი. საკუთრივ ის ხელნაწერი, რომელმაც ეს ძეგლი ჩვენ შემოგვინახა, აღნიშნულ ძეგლს ათავსებს წმინდა იუსტინე მარტვილის შრომებში. ის ხელნაწერი, რაზეც ჩვენ აღნიშნავდით ხანძარმა, რომელიც გაანადგურა, წმინდა იუსტინე მარტვილის შრომათა კრებულს წარმოადგენდა. იუსტინე მარტვილზე ჩვენ დაწვრილებითი მსჯელობა შესაბამის ადგილას გვექნება მოგვიანებით, როდესაც იმ ეპოქამდე მივალთ. ამჯერად აღნიშნავთ, რომ იუსტინე გახლდათ მეორე საუკუნის შუა წლებისა და მეორე ნახევრის ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ღვთისმეტყველი მოძღვარი, ამავე დროს მარტვილურად აღსრულებული, რომელსაც ასეთი სახელოვნების გამო, სახელგანთქმულების გამო მრავალი თხზულება მიეწერა, ანუ ფსევდოეპიგრაფიკის ნიმუშები მრავალია იუსტინე მარტვილის სახელთან დაკავშირებული და შესაბამისად რამდენადაც მისი შრომების შემცველ ხელნაწერში შეტანილი იქნა აღნიშნული ძეგლიც, ეპისტოლე დიოგნეტესადმი, მკვლევართა ცდელობა იქეთკენ იყო მიმართული, გაერკვიათ ეს ძეგლი ეპისტოლე დიოგნეტესადმი მართლაც იუსტინე მარტვილისაა თუ უბრალოდ მიაწერეს მას, ხოლო ავტორი სხვა უნდა ყოფილიყო. ნაწილი მკვლევარებისა ხელნაწერთა მონაცემს უჯერებს, უფროსურად ადრე იყო ეს აზრი, მე-19 საუკუნეში ძირითადად, და მიიჩნევდნენ, რომ იუსტინე მარტვილი ამ ძეგლის ავტორი. მაგრამ სპეციალურმა შესწავლამ სრულიად უეჭველად აჩვენა, რომ ეპისტოლე დიოგნეტესადმე თავისი სამწერლობო სტილით, თავისი ტერმინოლოგიით დიამეტრულად განსხვავდება იუსტინე მარტვილის ნამდვილი შრომებისგან. ეს ნამდვილი შრომები იუსტინე მარტვილისა საბედნიეროდ ჩვენამდე მოღწეული გახლავთ, უეჭველად რომ მას აქვს დაწერილი, კერძოდ აქ იგულისხმება მისი ცნობილი აპოლოგიები, ეგრეთ წოდებული დიდი აპოლოგია და მცირე აპოლოგია, აგრეთვე ვრცელი შრომა დიალოგი ტრიფონ იუდეველთან. წმინდა იუსტინე მარტვილის აი ეს სამი შრომა ნამდვილად მისეულია
მაგრამ ამ შრომებისგან სტილური, ტერმინოლოგიური თვალსაზრისით დიამეტრულად განსხვავდება ზემოხსენებული ძეგლი ეპისტოლე დიოგნეტესადმი, რის გამოც უკვე კარგახანია ეს თვალსაზრისი, რომ იუსტინე მარტვილი შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ძეგლის ავტორი, აი ეს თვალსაზრისი უკვე კარგახანია უარყოფილი გახლავთ. გამოითქვა აზრი, რომ შესაძლოა ეს ძეგლი ეკუთვნოდეს შედარებით გვიანდელ ეპოქას, მეორე-მესამე საუკუნეების მიჯნას, ან და მესამე საუკუნის პირველ ნახევარს, რაც ასევე ბოლო ხანებში უკვე სრულიად უარყოფილია, რამდენადაც ტექსტის შესწავლა მის უშუალო კავშირს სამოციქულო ეპოქასთან, და ამაზე ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვიმსჯელებთ, აი ამგვარ კავშირს სავსებით ნათლად წარმოგვიჩენს. ერთ-ერთი თვალსაზრისი ასეთიც გახდათ, რომ ამ ძეგლის ავტორი შესაძლოა ყოფილიყო საქმე მოციქულთაში ხსენებული პიროვნება, ძველ ქართულ თარგმანებში, საქმე მოციქულთას თარგმანებში ორი ფორმა ამ სახელისა, ერთი უფრო ადრინდელ ვერსიაში ეს სახელი გამოთქვია როგორც აპელე, ხოლო უფრო გვიანდელ თარგმანში როგორც აპოლო. აი ეს აპელე, ანუ აპოლო, რომელიც მოციქულთა თანამყოფი პიროვნებაა და მის შესახებ თქმულია, რომ იგი ძლიერი იყო პაექრობაში, რჯულში განსწავლული, ირწმუნა მაცხონებელი ჭეშმარიტება, აი ეს პიროვნება წარმოუჩნდება ზოგს აღნიშნული ძეგლის ავტორად. მაგრამ ეს იმდენად ჰიპოთეტურია, იმდენად ვარაუდისეულია, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ამ მონაცემს ვერ დავიყნობით, მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ პიროვნება ძლიერი იყო რჯულში, პაექრობაში, მოძღვრება მაცხონებელი მიიღო, ეს არ გამოდგება იმის საბუთად, თავისთავად ცხადია, რომ ეპისტოლე დიოგნეტესადმი აუცილებლად ამ პიროვნების დაწერილი უნდა ყოფილიყო. გაცილებით უფრო მეტი პოპულარობა შეიძინა იმ თვალსაზრისმა, რომლის მიხედვითაც ეპისტოლე დიოგნეტესადმი უნდა დაეწერა ცნობილ ადრე სამოციქულო ეპოქის მოღვაწეს კოდრატეს, ბერძნულად კოდრატე, ლათინურად კვადრატუს, რომელიც არის 70-თაგანი მოციქული და რომლის შესახებაც ჩვენ ცნობებს გვაწვდის მოგვიანო პერიოდისა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ცნობა დადასტურებული ევსები კესარიელის ჩვენს მიერ ხშირად ხსენებული ავტორის საეკლესიო ისტორიაში, სადაც პატარა ფრაგმენტიცაა მოტანილი კოდრატეს შრომიდან და მის შესახებაც არის უწყება, როგორც აღნიშნეთ. ამ უწყების მიხედვით კოდრატეს წარმოუთქვამს აპოლოგია, ანუ ქრისტიანული მოძღვრების სიტყვიერი დაცვა ტრაიანი იმპერატორის წინაშე. ესე იგი მეორე საუკუნის დამდეგს. რამდენადაც მკვლევართა ნაწილი, როგორც უკვე აღნიშნეთ, ამ თხზულებას დიოგნეტესადმი ეპისტოლეს აპოლოგეტურ შრომას უწოდებს, ნაწილი კიდევ სამოციქულო ეპოქის შრომად წარმოაჩენს მას, ესე იგი ორივეს აქვს თავისი არგუმენტი და ორივე ეს მხარე ამ ძეგლში ჩანს, ამიტომ მკვლევარები ფიქრობენ, რომ ყველაზე შესაფერისი კანდიდატი ავტორად ამ ძეგლისა სწორედ კოდრატე უნდა ყოფილიყო, რამდენადაც იგი ერთი მხრივ მოციქულია, 70-თაგანი, 12 მოციქულთაგან მომდინარე ტრადიციის მიმღებია და მათი მოწაფეა, ანუ სამოციქულო ეპოქისაა, მაგრამ ამავე დროს მანვე გადადგა, კოდრატემ გადადგა პირველი ნაბიჯი აპოლოგიის ჟანრის დაფუძნებისკენ, პირველი აპოლოგია სწორედ მან დაწერა, ჩვენ ამას როცა ჟანრებს განვიხილავდით, მაშინაც მივაქციეთ ყურადღება. ესე იგი ორივე მხარეს რამდენადაც სწორედ კოდრატე აერთიანებს, ერთი მხრივ ის, რომ აპოლოგეტურ ჟანრს სწორედ მან დაუდო საფუძველი და მეორეც ის, რომ სამოციქულო ეპოქის მოღვაწეა და ეს ორივე მხარე ჩანს ამ ძეგლში, ამდენად მკვლევართა ნაწილმა ძალიან მისაღებად ჩათვალა ეს აზრი, რომ სწორედ კოდრატე უნდა ყოფილიყო აღნიშნული ძეგლის ავტორი. კოდრატეს მართლაც დაუწერია აპოლოგია, მან არამხოლოდ სიტყვიერად წარმოთქვა ტრაიანეს წინაშე, არამედ ის რაც წარმოთქვა ის დამცველობითი სიტყვა ქრისტიანული მოძღვრებისა ტრაიანეს წინაშე, მან ეს წერილობითაც გადმოსცა შემდეგ და ევსები კესარიელი გვაუწყებს, რომ კოდრატეს აპოლოგია დღესაც მიმოიქცევა და მას მორწმუნეები ეცნობიან, აღმოიკითხავენ. ასე რომ კოდრატეს აპოლოგია ტექსტობრივი სახით ჯერ კიდევ არსებობდა მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში. შემდეგ ეს ძეგლი დაკარგულად მიიჩნევა და ამიტომ ამ თვალსაზრისის მომხრენი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ფიქრობენ, რომ კოდრატეს აპოლოგია არ დაკარგულა, ის ჩვენამდე მოღწეულია სწორედ ამ ძეგლის სახით, რომელსაც ეწოდება ეპისტოლე დიოგნეტესადმი. ამ თვალსაზრისმა პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ დროს თითქმის სრული დამაჯერებლობა შეიძინა მკვლევართა დიდმა ნაწილმა საბოლოოდ გადაწყვეტილად ჩათვალა საკითხი, მაგრამ ცალკეული კონტრარგუმენტების გამოვლენის შემდეგ
კვლავ აღმოჩნდა, რომ საკითხი არც ისე იოლად გადასაწყვეტია. კონტრარგუმენტები რა გახლავთ? ეპისტოლე დიოგნეტესადმი ეს ძეგლი სრულიად აშკარად ადასტურებს, რომ იგი საიმპერიო კარს კი არ მიემართება, არამედ ერთ-ერთ პიროვნებას, ვინმე დიოგნეტეს, სხვა მხრივ ჩვენთვის უცნობს, რომელიც ჭეშმარიტებას ეძიებს და ჭეშმარიტების ძიებაში მყოფს, ამ ძეგლის ავტორი მეგობრულად, ძმურად, სულიერი თანადგომით შეეწევა, ანუ თუ რომელია ჭეშმარიტება, აი ამას გადასცემს. მაგრამ აპოლოგია, როგორც უკვე ვთქვით, კოდრატესი საიმპერიო კარისადმი უნდა ყოფილიყო მიმართული და ადრესატის ასეთი განსხვავებულობა საკმაოდ მძლავრი კონტრარგუმენტია იმ თეორიისა, რომლის მიხედვითაც კოდრატე უნდა ყოფილიყო ამ ძეგლის ავტორი. მაგრამ არის კიდევ უფრო ძლიერი კონტრარგუმენტიც. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ევსები კესარიელს კოდრატის აპოლოგიაზე მსჯელობის დროს ამ აპოლოგიიდან ერთი პატარა ციტატაც მოაქვს. აი ეს ციტატა ხსენებულ ძეგლში, რომელსაც ეპისტოლე დიოგნეტესადმი ეწოდება, ამ ძეგლში არ დასტურდება. ამიტომ თუ კოდრატეს აპოლოგია არის სწორედ ეს ძეგლი, ეპისტოლე დიოგნეტესადმი, მაშინ იმ აპოლოგიიდან მოტანილი ციტატა ევსები კესარიელის მიერ, რა თქმა უნდა, ამ ძეგლში უნდა დასტურდებოდეს, მაგრამ ეს არ დასტურდება. ახლა ვინც მაინც ინარჩუნებს ერთგულებას ამ თვალსაზრისისადმი, რომ კოდრატე უნდა იყოს ხსენებული ძეგლის ავტორი, დიოგნეტესადმი მიმართული ეპისტოლის ავტორი, ამ ფაქტს შემდეგ იხსნიან. საქმე ისაა, რომ ეპისტოლე დიოგნეტესადმი იმ ხელნაწერში, იმ ერთადერთ ხელნაწერში, რომელმაც ჩვენ შემოგვინახა, ერთ ადგილას არის ხარვეზიანი, ანუ ხელნაწერს აკლია ერთი ფურცელი. ამიტომ ამ თვალსაზრისის მომხრენი თვლიან, რომ ხსენებულ ძეგლში, დიოგნეტესადმი მიმართულ ეპისტოლეში, რა თქმა უნდა, ის ციტატაც იქნებოდა, რაც ევსების მოაქვს კოდრატეს აპოლოგიიდან, მაგრამ იქნებოდა სწორედ იმ ფურცელზე, რომელიც დაკარგულია. საზოგადოდ, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ დამაჯერებლობა, რომ ამ თვალსაზრისის აკლია, სრულიად უეჭველია, რამდენადაც ასეთი დამთხვევა ძნელი წარმოსადგენია, რომ ევსები კესარიელმა მოიტანოს ციტატა ერთ-ერთი ძეგლისგან, რომელიც არის კოდრატეს აპოლოგია. კოდრატეს აპოლოგია იყოს სწორედ ეს ეპისტოლე დიოგნეტესადმი, მაგრამ ის ციტატა აგდეს სწორედ იმ დაკარგულ ადგილას, რომ იყო მოთავსებული ამ მიზეზით და სხვა. ასეა თუ ისე ბოლო ხანებში კვლავ ანონიმურად არის ეს ძეგლი განხილული მკვლევართაგან და ჩვენც ასე განვიხილავთ. არსებითი და მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ეს ძეგლი მთლიანად, აბსოლუტურად გამსჭვალული გახლავთ უაღრესად ღრმა მართლმადიდებლური სწავლებით, განსაკუთრებით ბოლო ნაწილი არის საეკლესიო ღვთისმეტყველების ერთ-ერთი უდიდესი გამოთქმა, უფრო მოგვიანო ეპოქის მოძღვარნი პირდაპირ თუ არაპირდაპირ იმოწმებენ ამ ძეგლს და საეკლესიო ტრადიციაში ეს ძეგლი, როგორც ერთ-ერთი საფუძველდამდები მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისა, ამგვარად განიხილება. ჯერ ჩვენ მაინც უნდა შევეხოთ იმას, თუ დამოუკიდებლად იმისა, რა თვალსაზრისებზეც ზემოთ საუბრობდით, ამათგან დამოუკიდებლად, თუ რის საფუძველზე მიიჩნევა აღნიშნული ძეგლი სამოციქულო ეპოქის ნაშთად. ეს მხარე ალბათ მართლაც საბოლოოდ დადგენილად შეგვიძლია ჩავთვალოთ, იმიტომ რომ ბოლო ნაწილში, დამაბოლოებელ ნაწილში თხზულებისა, ეს ფაქტი სავსებით არაორაზროვნად ერთმნიშვნელოვნად არის წარმოჩენილი. ავტორი პირველ პირში გვაუწყებს ჩვენ, აუწყებს ადრესატს, რა თქმა უნდა, დიოგნეტეს და დიოგნეტეს სახით ყველა ჩვენთანგანს, რომ მოძღვრება, რომელიც შენ გადმოგეცი, ეუბნება მას, ამგვარადვე გადმომეცა მეც, რადგან გავხდირა მოწაფე მოციქულებისა, ამის შემდეგ ხალხთა, ანუ ერთა მოძღვარიც გავხდიო. ესე იგი პირდაპირ უწოდებს თავის თავს მოციქულთა მოწაფეს და მიიჩნევს, რომ მოციქულთაგან მიიღო მან უშუალოდ მოძღვრება. ამიტომ ეჭვი არაა, რომ ამ ძეგლის ავტორი ისტორიულად, ეპოქალურად სამოციქულო მოღვაწეობასაა შედგომილი, მოციქულთლებსაა დამოწაფებული, მათი ისტორიული მოწაფეა და მათგან გადმოცემულს გვაუწყებს ამ ძეგლში. რა თქმა უნდა, ეს მხარე ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რაც ჩვენ თუნდაც დიდაქესთან დაკავშირებით აღვნიშნეთ, კლიმენტი რომაელის ეპისტოლესთან დაკავშირებით, რომ უადრესი ეპოქის ძეგლი სხვაგვარი კრძალვით განგვაწყობს, სხვაგვარი განცდით განგვაწყობს მისდამი. იმიტომ რომ სამოციქულო ეპოქის ანაბეჭდი, რომელ ძეგლსაც აქვს, უეჭველად ამგვარი ძეგლი ჩვენთვის ყველაზე უფრო დიდი სულიერი ფასეულობაა და გზის გამკვალავია და ხიდია სამოციქულო ეპოქასთან უშუალო კავშირის დასამყარებლად.
რომ ჩვენც ჩვენი თავი სამოციქულო ეპოქაში წარმოვიდგინოთ, შევერთოთ იმ ეპოქას, რომელიც ყველა მომდევნო ეპოქის საფუძვლად ამდებია. ამიტომ აქვს ამას მნიშვნელობა ქრონოლოგიურ მხარეს თხზულებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეზღილსებაც აქვს და საეკლესიო ტრადიცია საზოგადოდ ყოველთვის ყველგან, ყველა ეპოქაში ავლენდა უდიდეს კრძალვას სიძველისადმი, იმისადმი, რაც უადრესია, რაც უფრო მიახლოებულია მაცხოვრის მიწიერ მოღვაწეობასთან. საკუთრივ ძეგლს რაც შეეხება როგორც საღვთისმეტყველო შრომას, მისი რაობა, მისი დანიშნულება, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აპოლოგეტურია, მაგრამ არა იმ კლასიკური გაგებით, რასაც აპოლოგეტიკა გულისხმობს. ამ მხრივაც ალბათ ეპისტოლე დიოგნეტესადმი წინ უსწრებს, უშუალოდ წინამორბედია აპოლოგეტური ეპოქისა, ანუ უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, გარდამავალი ძეგლია სამოციქულო ეპოქიდან აპოლოგეტური ეპოქისკენ. ეს გარდამავლობა რას ნიშნავს? ძეგლის ავტორი აშკარად ავლენს დიდ აპოლოგეტურ ნიჭიერებას და ფაქტობრივად ის უკვე ასაფუძვლებს იმ პრინციპებს, რასაც აპოლოგეტიკა ეყრდნობა, მაგრამ მოძღვრების გადმოცემა მაინც არ არის იმგვარი სისტემატიზების ნიშნით აღბეჭდილი, რაც აპოლოგეტურ შრომებს თან სდევს. დანიშნულება ძეგლისა თვითონ ავტორს როგორ წარმოუდგენია, ჩვენთვის უცნობ ავტორს. პირველი რაც მთავარია, ის დიოგნეტეში, მის ადრესატში განჭვრეტს ჭეშმარიტების გულწრფელი ძიების წყურვილს. სხვა შემთხვევაში ის ალბათ არც მიმართავდა საგანგებო ეპისტოლეთი, მაგრამ როდესაც გამოკვეთილად სახეზია მთელი შინაგანი გულმოდგინება ჭეშმარიტების ძიებისა, არც ერთ მსახურს ჭეშმარიტებისას უფლება არ აქვს, რომ არ გამოიყენოს ყველა თავისი შესაძლებლობა ამგვარად მაძიებელი პიროვნების ჭეშმარიტების წიაღში შემოსაყვანად. ესათნოება მოსწონს ძეგლის ავტორს დიოგნეტეს სურვილი, ეს სწრაფვა, სხვათა შორის დიოგნეტე ჩანს განსწავლული პიროვნება, კულტურის, იგულისხმება ალბათ ანტიკური კულტურის მწვერვალზე მყოფი და ეს მხარე ამ შემთხვევაში ძეგლის ავტორს გარკვეული საყვედურის უფლებასაც აძლევს, მისდამი საყვედურის გამოთქმის უფლებასაც, რომ აგრერიგად განათლებული ამგვარად გულწრფელად და გულმოდგინედ ჭეშმარიტების მაძიებელი პიროვნება როგორ შეიძლება ვერ ჭვრეტდეს იმას, რაც მართლაც ჭეშმარიტია, როგორ შეიძლება რომ ის არაჭეშმარიტს აპყრობდეს მზერას, იქეთკენ მიმართავდეს თავის ძალისხმევას და ჭეშმარიტება, რომელიც ბრწყინავს მის წინაშე, განზე დატოვოს. ამ შემთხვევაში ჭეშმარიტებისგან გვერდის ახვევა და სხვა მოძღვრებისკენ მზერის მიპყრობა ძეგლის ავტორისთვის გულისხმობს ორ მოძღვრებას. ერთი გახლავთ ანტიკური მოძღვრება, ანტიკურობა, ანტიკური სარწმუნოება, კერპთაყვანისმცემლობა, იგივე მრავალღმერთიანობა, ანუ პოლითეიზმი და მეორე იუდაიზმი. აი ეს ორი სარწმუნოებრივი, ამ შემთხვევაში ანტიკურობაში სარწმუნოებაზეა ხაზგასმა, თუმცა ანტიკურობა მარტო სარწმუნოება არაა მოიხსენებათ, იქ ფილოსოფიის დიდი განვითარება, მაგრამ ამ შემთხვევაში აქცენტი კერპთაყვანისმცემლობაზეა, მრავალღმერთიანობაზეა, რომ ერთი მხრივ პოლითეიზმი, ანუ ანტიკური სარწმუნოება, იგივე ელინიზმი და მეორე მხრივ იუდაიზმი, მართალია ერთღმერთიანობა, მაგრამ ერთპიროვნული ღმერთიანობა. ესე იგი, როდესაც ღმერთი ერთპიროვნებად განიჭვრიტება და არა სამპიროვნებად, როგორც ეს მაცხოვნებელ სწავლებაშია. ანუ ერთი მხრივ იუდაიზმი, მეორე მხრივ ელინიზმი. აი ამ მოძღვრებათაკენ ჩანს მზერა მიპყრობილი დიოგნეტე, ამით არის შემოფარგლული მისი გონებითი მოღვაწეობა, აქ ეძიებს ის ჭეშმარიტების აღმოჩენას და ეს არის რაც სწორედ გულისტკივილს იწვევს ძეგლის ავტორისას, იმიტომ რომ ის ხედავს დიოგნეტეში დიდ განსწავლულობას, მონდომებას, გულმოდგინებას ჭეშმარიტების მოპოვებისას, მაგრამ ორიენტირი არის მცდარი, მიმართულება და გეზი სრულიად შემცდარია. ამიტომ გეზის და მიმართულების შეცვლას განიზრახავს ამ თხზულების ავტორი და მისი განაზრახი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება წარმატებით დაგვირგვინდეს, თუ მოძღვრების გადაცემა მისგან ისეთი გეგმაზომიერი მეთოდით აღესრულება, რომ კეთილნაყოფიერი აღმოჩნდეს ადრესატისთვის. ამაზე ჩვენ ნაწილობრივ ადრეც გვისაუბრია, გვიანებითაც კვლავაც ვისაუბრებთ, თუმცა აპოლოგეტიკაზე გადავალთ, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ პიროვნება შეიძლება მოძღვრებას ფლობდეს,
მაგრამ ერთია მოძღვრების ფლობა, ჭეშმარიტების ფლობა, ჭეშმარიტების განცდა და მეორეა ამ ჭეშმარიტების სხვათათვის გადაცემა. არ ნიშნავს მოძღვრების ფლობა იმას, რომ მოძღვრების მფლობელი უკვე შემძლებელია იმისაც, რომ ეს მოძღვრება სხვებს გადასცეს. დიდი გულმოდგინება მხოლოდ საკმარისი არ გახლავთ. მხოლოდ გულწრფელობა აქ ნაყოფს ვერ გამოიღებს, აუცილებელია იმ მეცნიერების ფლობა, რასაც მოძღვრების გადაცემა გულისხმობს. თორემ, როგორც ჩვენ არაერთგზის აღვნიშნავს, პიროვნება შეიძლება უაღრესად ღრმად და მართებულად წვდებოდეს ჭეშმარიტებას, მაგრამ მას არ ჰქონდეს მოძღვრების გადაცემის ხელოვნება დაუფლებული, რაც თავისთავად მეცნიერება კვლავ აღვნიშნავთ, ამ მეცნიერების შემსწავლელი ის არ იყოს, ტერმინოლოგიას სათანადოდ ის არ ფლობდეს და ამიტომ მართებულად განცდილი და წვდომილი და განჭვრეტილი მოძღვრება შეიძლება გადასცეს სრულიად მცდარი ტერმინებით, რამაც მხოლოდ ზიანი მოიტანოს და არა სიკეთე. ხოლო ყოველი მოძღვარი ვალდებულია დამოძღვრის შემძლებელი იყოს. მას უნდა შეეძლოს სხვათა დამოძღვრა, სხვათათვის მოძღვრების გადაცემა და ესაა ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა აპოლოგეტიკისა. აპოლოგეტიკამ სწორედ ამის პრინციპები ჩამოაყალიბა, თუ როგორ მოვაქციოთ ჭეშმარიტებაზე გზააბნეული, როგორ გადავცეთ მას ჭეშმარიტების მოძღვრება. საზოგადოდ ნებისმიერი აპოლოგეტური თხზულება ორნაწილედია. არც ერთი აპოლოგეტური ძეგლი არ იწყება უშუალოდ მოძღვრების გადაცემით და ჩვენ ადრეც აღვნიშნავდით, რომ ამის შესახებ თეორიული დებულებებიც ჩამოაყალიბა უფრო მოგვიანებით წმინდა ათენაგორა ათენელმა. მაგრამ თეორიული დებულებების გარეშეც ყოველი აპოლოგეტური ძეგლი ღრმაგაცნობიერებულ სტრუქტურას გულისხმობს, რაც არსებითად ორნაწილედია. პირველი ნაწილის მიზანდასახულობა რა გახლავთ? პირველი ნაწილის აპოლოგეტური შრომის პირველი ნაწილის მიზანდასახულობა არის იმ სარწმუნოებათა, იმ მოძღვრებათა, თუ მრავლობითია და თუ ერთია იმ სარწმუნოებისა და იმ მოძღვრების მცდარობის წარმოჩენა, რასაც მისდევს ის პიროვნება, რომელიც ჩვენ ჭეშმარიტებაზე უნდა მოვაქციოთ, ვისაც მოძღვრება უნდა გადავცეთ. თუ პიროვნება უკვე რაღაც სარწმუნოების მქონეა, რაღაც მოძღვრების მფლობელია და მას, რა თქმა უნდა, ერთგულება აქვს თავის სარწმუნოებისა და თავისი მოძღვრებისა, ვიდრე საკუთარი სარწმუნოებისა და მოძღვრების ცდომილებაში მას არ დავარწმუნებთ, ის ამ მოძღვრებას არ დატოვებს, ის ჭეშმარიტების სიტყვას არ მიიღებს. ნიადაგი თუ დაუმუშავებელია, თუ მხოლოდ სარეველაა ნიადაგში, იქ ჩვენ კეთილმარცვალს და კეთილნერგს ვერ ჩავრგავთ, იმიტომ რომ მაინც დაიღუპება, როგორც ეს მაცხოვნებელი სწავლებიდან და მაცხოვნებელი იგავიდან გამომდინარე მრავალი მოძღვრის მიერ არის აღნიშნული. ჯერ ნიადაგი უნდა გაიწმინდოს, რომ კეთილხნულში ჩაგდებული მარცვალი კეთილადვე აღმოცენდეს. და ნიადაგის გაწმენდა სწორედ ამას გულისხმობს, რომ მთელი ის სარეველა, ის მცდარი სარწმუნოებრივ სამოძღვრო შეხედულებანი, რაც ამა თუ იმ პიროვნებას აქვს, მთლიანად უნდა იქნეს მისი გონებისგან ამოძირკული. და ამის შემდეგ, როგორც თვით ამ ძეგლის ავტორი ამბობს, როდესაც ახალი კაცი გახდება ეს პიროვნება, ანუ იმ სიძველეს მთლიანად დაივიწყებს ძველი აზრები მისგან წარიხოცება, ამის შემდეგ შეიძლება გადაეცეს მას ახალი სიტყვა, რომელიც ცხოველ ხობს და განაღმრთობს და ჭეშმარიტად ახალშობს, ანუ ხელახლა შობს მას საუფლო სწავლებაში. ეს დანიშნულება აქვს ამ ეპისტოლესაც, დიოგნედესადმი მიმართულ ეპისტოლეს, რომ ერთი მხრივ ის მცდარი სარწმუნოებანი ამოძირკვოს ადრესატის, ამ შემთხვევაში დიოგნედეს გონებისგან, რომლებიც მყარად არის შთანერგილი მასში და შემდეგ ჭეშმარიტება აუწყოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მცდარი სარწმუნოებანი, როგორც ძეგლი გვიდასტურებს, ამ შემთხვევაში დიოგნედესთან დაკავშირებით ორია, როგორც ჩანს, ორივეს გაეცნო დიოგნედე და ორივესადმი აქვს მეტნაკლები ერთგულება, ერთი ელინიზმი, მეორე მხრივ იუდაიზმი. რა თქმა უნდა, თავისთავად ძნელი წარმოსადგენია ამ ორ დიამეტრულად განსხვავებულ სარწმუნოებას როგორ ერთგულებდა და ორივე მათგანისადმი როგორ იყო კეთილგანწყობილი ეს პიროვნება, მაგრამ აშკარაა, რომ ხსენებულ ძეგლში ამ ძეგლის ავტორი ორივე მათგანს ებრძვის, ელინიზმსაც ებრძვის და ებრძვის იუდაიზმსაც. ეჭვი არ არის, რომ დიოგნეტე არ იყო არც ნამდვილი ელინისტი, არც ნამდვილი მრავალღმერთიანობის აღმსარებელი და არც ნამდვილი იუდეველი. ის მხოლოდ ეძიებდა ჭეშმარიტებას, რაღაც მისთვის საგულისხმო ერთში ჰპოვა, კიდევ სხვა საგულისხმო მეორეში და მერყეობის მდგომარეობაშია, როდის გადაიხრება რომელიმესკენ. აი ასეთ დროს ამ ძეგლის ავტორი, რა თქმა უნდა,
ჭვრეთსრა და ალბათ ადრეც იცნობდა ეს დიოგნეტეს, იმიტომ რომ ეს შესავალი ამას უეჭველად ადასტურებს, ჭვრეთსრა აი ამგვარ მერყევ მდგომარეობას დიოგნეტესას სარგებლობს შემთხვევით, რომ გამოიტაცოს იგი უკეთური არჩევანისგან და კეთილი არჩევანისკენ წარმართოს. შესაბამისად, ამ ძეგლის პირველ ნაწილში ჯერ ელინიზმის მცდარობა არის წარმოჩენილი, არსებითი მცდარობა, რა თქმა უნდა, დეტალურ განხილვას და აბსოლუტურად ყველაფრის შეფასებას ყველა აპოლოგეტური ძეგლი არიდებს თავს, იმიტომ რომ შთაბეჭდილება მყისიერი უნდა იყოს და ასეთი დანაწილება და დეტალიზება შეიძლება უარყოფითიც კი აღმოჩნდეს ზოგ შემთხვევაში, ასე რომ ერთი მხრივ ყველაზე უფრო არსებითად მცდარი რაცა ელინიზმში ამას წარმოაჩენს ეს ძეგლი, მეორე მხრივ რაც თომილება არსებითად იუდაიზმში ამის წარმოჩენა ხდება და როდესაც ორივე მათგანის თომილება სახეზეა და დიოგნეტე ამის შემგრძნობია და ამის შემმეცნებელია, შემდგომად ამისა უკვე საეკლესიო მოძღვრების არსებითი მხარეების მისდამი გადაცემა ხდება. აი ესაა ამ ძეგლის აღნაგობა, დანიშნულება და საღვთო ვალდებულებაც ავტორისას სწორედ ის გახლავთ, რომ დიოგნეტეს სახით ყველა მომდევნო ეპოქის მერყევი თუ სხვა სარწმუნოებაში მყოფი პიროვნება სარწმუნოებრივი ცდომილებისგანაც გაათავისუფლოს და ჭეშმარიტი მოძღვრების წიაღშიც შემოიყვანოს.